გამარჯობა ძვირფასო ხალხო, დღეს განვიხილავთ და მოვუყვებით წმინდა გიორგის ცხოვრებასა და სხვადასხვა ლეგენდასა თუ ისტორიაზე. ახლა კი ვიწყებთ. ჰაგიოგრაფიაში ის უკვდავია წმინდა გიორგისა და დრაკონის ლეგენდაში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო წმინდანია. რომის კათოლიციზმში ის ასევე პატივსაცემია, როგორც 14 წმინდა დამხმარედან ერთ-ერთი. მისი ხსენების დღე ტრადიციულად 23 აპრილსა და 6 მაისს აღინიშნება. ისტორიულად პორტუგალიის, ინგლისის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, საქართველოს, უკრაინის, მალტის, ეთიოპიის, კატალონიისა და არაგონის ქვეყნები, ასევე მოსკოვისა და ბეირუთის ქალაქები გიორგის მფარველ წმინდანად მიიჩნევენ. ისევე როგორც რამდენიმე რეგიონი, ქალაქი, უნივერსიტეტი, პროფესია, ორგანიზაცია ლოდში, წმინდა გიორგის ეკლესიაში არის სარკოფაგი, რომელიც ტრადიციულად ითვლება წმინდა გიორგის რელიკვიებს შეიცავს. ინგლისელი ისტორიკოსი ედვარდ გიბონი 1717-1794 წლები ამტკიცებდა, რომ გიორგი, ან სულ მცირე ლეგენდა, საიდანაც ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია აღებული, ეფუძნება კაბადოკიელ გიორგის ცნობილ მე-4 საუკუნის არიანელ ეპისკოპოსს, რომელიც ალექსანდრიის ათანასე ალექსანდრიელის ყველაზე სასტიკი მეტოქედ იქცა და რომ სწორედ ის გახდა ინგლისის მეფე გიორგი. ეს იდენტიფიკაცია ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ეპისკოპოსი გიორგი წარმართმა ბერძნებმა მოკლეს მძიმე გადასახადების, განსაკუთრებით მემკვიდრეობის გადასახადების გამო. ჯივ ბერიმ, რომელმაც გიბონის რომის იმპერიის დაცემისა და დაცემის 1906 წლის გამოცემის რედაქტორი იყო, დაწერა, გიბონის ამ თეორიას არაფერი აქვს დასაბუთებული. უსტ ასცენს, რომ წმინდა გიორგის კავშირი დრაკონის მკვლელობის ლეგენდასთან მას მითის სფეროში არ ათავსებს. წმინდა გიორგი დიდი ალბათობით 290 წლამდე მოწამეობრივად აღესრულა. ქრისტიანული ტრადიციები გიორგის ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ის კაბადოკიელი ბერძნული წარმოშობის რომაელი სამხედრო ოფიცერი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს მოწამეობრივად აღესრულა. კონსტანტინეს იმპერატორობამდელი ერთ-ერთი დევნის დროს მესამე ან მე-4 საუკუნის დასაწყისში მოხდა. ამის გარდა ადრეული წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდიან, ასევე სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ წმინდა გიორგი იყო წარმოშობით კაბადოკიელი ჭანი. ასუნის კაშხლის დატბორვამდე ნუბიაში კასრიბრიმში გათხრები ჩატარდა. 1964 წელს კასრიბრიმის საკათედრო ტაძრის ნანგრევებში სვეტის ქვეშ კოპტური ხელნაწერი აღმოაჩინეს. ეს ხელნაწერი 350-დან 500 წლამდე თარიღდება და წმინდა გიორგის ლეგენდის უძველეს ტრადიციას წარმოადგენს. ამ ტექსტის თანახმად, წმინდა გიორგის მამა გერონტიუსი კაბადოკიიდან იყო და რომის იმპერიის სამსახურში იმყოფებოდა. ნობატიაში მისი ცოლი პოლიქრონია ქრისტიანი იყო. ამბობენ, რომ გიორგი ავრელიანეს მეფობის დროს დაიბადა, ანუ 270-დან 275 წლამდე. პოლიქრონიამ გიორგი ქრისტიანად აღზარდა და ფარულად მონათლა, რადგან გერონტიუსი ამას არ იწონებდა, რადგან ის წარმართი იყო. ვარაუდობენ, რომ ის მამამისის მსგავსად რომაელი სამხედრო ოფიცერი იყო, რომელიც რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს მოწამეობრივად აღესრულა. კონსტანტინეს იმპერატორობამდელი ერთ-ერთი დევნის დროს, რომელიც მესამე მე-4 საუკუნის დასაწყისში მოხდა. ამის გარდა, ადრეული წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას გვაწვდიან. ჰერბერტ თერსტონი კათოლიკურ ენციკლოპედიაში აცხადებს, რომ უძველესი კულტის ადრეული მომლოცველების თხრობისა და გიორგისადმი ეკლესიების ადრეული მიძღვნის საფუძველზე, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება, ამრიგად როგორც ჩანს, არ არსებობს საფუძველი. ეჩვი შევიტანოთ წმინდა გიორგის ისტორიულ არსებობაში, თუმცა არც მისი ისტორიის დეტალებს და არც მის სავარაუდო ექსპლოიტეტებს არ შეიძლება დავეყრდნოთ. 303 წლის დიოკლეტიანესული დევნა, რომელიც სამხედრო წმუნდანებთან ასოცირდება, რადგან დევნა რომის არმიის პროფესიონალ ჯარისკაცებს შორის ქრისტიანების წინააღმდეგ იყო მიმართული, უდავო ისტორიულობით ხასიათდება დონალდ ატვოთერის თქმით. მისი ცხოვრების ისტორიული დეტალები არ შემორჩენილა. წმინდა გიორგის, როგორც ჯარისკაცის ფართოდ გავრცელებული თაყვანისცემა ადრეული დროიდან პალესტინაში, დიოსპოლისში, ახლანდელ ლიდაში იყო. როგორც ჩანს, წმინდა გიორგი იქვე აღესრულა მოწამეობრივად მესამე საუკუნის ბოლოს ან მე-4 საუკუნის დასაწყისში. ეს არის ყველაფერი, რაც მის შესახებ შეიძლება გონივრულად ვივარაუდოთ. წმინდანის თაყვანისცემა გარკვეული დარწმუნებით მე-5 საუკუნით თარიღდება, შესაძლოა მე-4 საუკუნითაც კი, ხოლო მისი შუამავლობის სასწაულების შეგროვება თანდათანობით შუა საუკუნეებში დაიწყო. დრაკონის დამარცხების ისტორია წმინდა გიორგის ადრეული ჰაგიოგრაფიების ნაწილი არ არის და როგორც ჩანს, მოგვიანებით დაემატა.
ყველაზე ადრეული ტექსტი, რომელიც გიორგის თხრობის ფრაგმენტებს ინახავს, ბერძნულ ჰაგიოგრაფიაშია, რომელიც ბოლანდისტთან მეცნიერთაგან იპოლიტე დელეჰაის მიერ მეხუთე საუკუნის პალომფსესტად არის მოხსენიებული. ადრინდელმა ნაშრომმა ეკლესიის ისტორიამ, რომელიც მეოთხე საუკუნეში დაიწერა. ლეგენდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა, თუმცა გიორგის სახელი არ დაუსახელებია და მნიშვნელოვანი დეტალები არ მოჰყოლია. დანიელ პაპებროხის, ჟან ბოლანდის და გოტფრი ჰენშენის ნაშრომი მე-17 საუკუნეში წმინდანის ისტორიულობის დასადგენად. ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო კვლევა იყო მათი პუბლიკაციების მეშვეობით. პაპმა გერალიუს პირველმა 494 წელს განაცხადა, რომ გიორგი იმ წმინდანებს შორის იყო, რომელთა სახელებსაც სამართლიანად სცემენ პატივსკაცთა შორის, მაგრამ რომელთა ქმედებებიც მხოლოდ ღმერთმა იცის. ყველაზე სრული ვერსია, რომელიც დაფუძნებულია მე-5 საუკუნის ბერძნულ ტექსტზე, თუმცა უფრო გვიანდელ სახით, შემორჩენილია დაახლოებით 600 წლით დათარიღებულ სირიულ ენაზე შესრულებულ თარგმანში. ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ტექსტის ფრაგმენტების წყალობით 1925 წელს მისი ინგლისური თარგმანი შესრულდა. ბერძნული ტრადიციის თანახმად, გიორგი დიდგვაროვანი ქრისტიანი მშობლებისგან დაიბადა კაბადოკიაში, დიდ სირიაში. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამისი, რომელიც ლიდადან პალესტინადან დიდ სირიაში გიორგისთან ერთად მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, ის რომის არმიის ჯარისკაცი გახდა, მაგრამ ქრისტიანული რწმენის გამო იგი დააპატიმრეს და აწამეს ლიდაში ან მის მახლობლად, რომელსაც ასევე დიოსპოლისს უწოდებენ. მეორე დღეს ის აღლუმით გააცილეს, შემდეგ თავი მოჰკვეთეს და მისი ცხედარი ლიდაში დაკრძალეს. სხვა წყაროების თანახმად, დედის გარდაცვალების შემდეგ გიორგი აღმოსავლეთ იმპერიის დედაქალაქ ნიკომიდიაში გაემგზავრა, სადაც მას სტადიანუსი დევნიდა. ბერძნული ლეგენდის გვიანდელ ვერსიებში ეს სახელი დიოკლეტიანეს უკავშირდება, ხოლო გიორგის მოწამეობრივი სიკვდილი დიოკლეტიანეს მიერ 303 წელს დევნას უკავშირდება. ნიკომიდიაში მომხდარი გარემოც მეორე ხარისხოვანია და არ შეესაბამება წმინდანის უძველეს კულტებს, რომლებიც დიოსპოლისში მდებარეობს. გიორგი 303 წლის 23 აპრილს თავის მოკვეთით სიკვდილით დასაჯეს. მისი ტანჯვის მოწმემ, რომის იმპერატრიცა ალექსანდრაც დაარწმუნა ქრისტიანი გამხდარიყო, ამიტომ ისიც გიორგის მოწამეობრივად შეუერთდა. მისი ცხედარი პალესტინის ქალაქ დიოსპოლისში დაკრძალეს, სადაც მალე ქრისტიანები მოვიდნენ, რათა პატივი მიეგოთ მისთვის, როგორც მოწამის. ლათინური ფაშო სენქტი ჯიორჯი, მე-6 საუკუნე, ბერძნული ლეგენდის ზოგად მიმდინარეობას მიჰყვება, თუმცა დიოკლეტიანე აქ დაკიელი სპარსელთა იმპერატორი ხდება. მისი მოწამეობრივი სიკვდილი 7 წლის განმავლობაში 20-ზე მეტ ცალკეულ წამებას მოიცავდა. მისი მოწამეობრივი სიკვდილის განმავლობაში 49 წარმართი ქრისტიანობაზე მოექცა, მათ შორის იმპერატრიცა ალექსანდრა. როდესაც გიორგი საბოლოოდ გარდაიცვალა, ბოროტი დაკიელი ცეცხლის ქარბუქით წაიყვანეს. გვიანდელ ლათინურ ვერსიებში მდევნელი რომის იმპერატორი დეციუსია, ან დიოკლეტიანეს დროს მსახური რომაელი მოსამართლე სახელად დაკიელი. წმინდა გიორგისა და დრაკონის ლეგენდის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობილი ჩანაწერიც ეს საუკუნეში გვხვდება, ქართულ წყაროში, რომელიც ლათინურ ევროპას ძეის საუკუნეში მიაღწია. ძეის საუკუნის გენუის მთავარეპისკოპოსის იაკობ დე ვორაგინეს ოქროს ლეგენდაში გიორგი დაკიელის ხელით გარდაიცვალა და დაახლოებით 287 წელს ლეგენდის თანახმად, როდესაც გიორგი ჩავიდა ლიბიის ქალაქ სილენეში, სასტიკი დრაკონი პანიკას იწვევდა. იმისათვის, რომ არსებას ქალაქი არ გაენადგურებინა, მაცხოვრებლები მას ყოველდღე ორ ცხვარს აძლევდნენ, მაგრამ როდესაც ცხრები აღარ იყო საკმარისი, იძულებულნი გახდნენ, თავად ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული ადამიანები შეეწირათ. საბოლოოდ მეფის ქალიშვილი აირჩიეს და არავინ იყო მზად მისი ადგილი დაეკავებინა. გიორგი მის შუბით მოკლა დრაკონი. მეფე იმდენად მადლიერი იყო, რომ გიორგის ქალიშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ჯილდოდ საგანძური შესთავაზა, მაგრამ გიორგიმ უარი თქვა და მოუწოდა, რომ ისინი ღარიბებისთვის გადაეცა. ქალაქის მაცხოვრებლები იმდენად გაოცებულები იყვნენ ნანახით, რომ ყველა ქრისტიანი გახდა და მოინათლა. წმინდა გიორგის შეხვედრა დრაკონთან, როგორც ეს ოქროს ლეგენდაშია მოთხრობილი, დიდი გავლენიანი გახდა, რადგან ის ინგლისურ ენაზე ყველაზე ნაცნობ ვერსიად რჩება უილიამ კაქსტონის მე-15 საუკუნის თარგმანის წყალობით. შუა საუკუნეების რაინდუკ რომანებში შუბს, რომლითაც გიორგიმ დრაკონი მოკლა, ასკალონი ერქვა. სამხრეთ პალესტინაში მდებარე ამავე სახელწოდების უძველესი ქალაქის მიხედვით ბლეჩლი პარკის ჩანაწერების თანახმად სახელი ასკალონი უინსტონ ჩერჩილმა გამოიყენა თავისი პირადი თვითმფრინავისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს ბოროტების დამარცხებელი შუბით ხელში. მხედრის ხატწერა გავრცელებული იყო მთელი ქრისტიანული პერიოდის განმავლობაში. წმინდა გიორგი საბერძნეთში ხალხურ გმირად ითვლება, მის გარშემო მრავალი ლეგენდა არსებობს.
ფერმერებისა და მწყემსების მფარველი წმინდანი. მისი მთავარი დღესასწაული საბერძნეთში დაკავშირებულია გაზაფხულის სასოფლო-სამეურნეო რიტუალებთან და ფესტივალებთან, ვაზის კურთხევის ცერემონიებთან, ყვავილებითა და მწვანე გვირგვინებით მსვლელობებთან, მაგ თრაკიაში და ტრადიციულ ფესტივალებთან ცეკვებით, ხატების თაყვანისცემის ლიტანიებთან და სიმპოზიუმებთან. დოდეკანესისა და კრეტაზე იგი ასევე ცნობილია როგორც წმინდა გიორგი ღვინით, სადაც აღალ ღვინოებს აკურთხებენ და სადაც შემდეგ სოფლის მოსახლეობა მათ სვამს. წმინდა გიორგის შესახებ ბერძნული ლეგენდების უმეტესობა მის მიერ დრაკონის მოკლას ეხება, თუმცა არსებობს რამდენიმე აღსანიშნავი გამონაკლისი. მაგალითად, ზოგიერთ კუნძულზე არსებობს წმინდანის როგორც განმათავისუფლებლის ისტორიები. კერძოდ ლეგენდის თანახმად, წმინდა გიორგიმ ახალგაზრდა კაცი ან ქალი ოსმალო თურქი გამტაცებლებისა და მეკობრეებისგან გაათავისუფლა. ხშირად მსგავს ტრადიციებში ნახსენებია, რომ მეკობრეები თავს დაესხნენ ქრისტიანებს, რომლებიც წმინდანის დღესასწაულს აღნიშნავდნენ, თუმცა ამ უკანასკნელებმა მორწმუნეები საფრთხისგან იხსნეს. საბერძნეთის ზოგიერთ ადგილას წმინდა გიორგი ასევე განიხილება, როგორც ვამპირებისა და სხვა საშიში ზებუნებრივი ძალებისგან მფარველი. კერძოდ არგოლისის ერთ-ერთ სოფელში 1950 წლებში მომხდარი უცნაური მოვლენების სერიის შემდეგ ზოგიერთმა ადგილობრივმა ირწმუნა, რომ მოუსვენარი მიცვალებული აწუხებდა მათ სოფელთან ახლოს მდებარე მიკენურ კამერულ სამარხს. სოფლის მღვდელმა საფლავზე ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარა, რომელიც შემდეგ ხელახლა შემოღობეს და მისი შესასვლელი წმინდა გიორგისადმი მიძღვნილ პატარა სალოცავად გადაკეთდა. გარდა ამისა, საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მოგზაურმა ჯოზეფ პიტონ დე ტურნეფორმა ჩაწერა ადგილობრივი ხალხური ისტორია, რომლის მიხედვითაც ვამპირები ვრიკოლაკები იმარხებოდნენ და ხელახლა ასაფლავებდნენ წმინდა გიორგის კუნძულზე. ძველი ბერძნული ფოლკლორის ელემენტები ასევე შემორჩენილია თანამედროვე ბერძნულ ფოლკლორში წმინდანის ლეგენდებში. კერძოდ, გამოიკვეთა მსგავსება წმინდა გიორგის მიერ დრაკონის მკვლელობის ისტორიებსა და აპოლინის მიერ გიგანტური გველის პითონის განეიტრალების, ჰერაკლეს მიერ გველისებური ტბის ურჩხულის, ლერნეის ჰიდრას განეიტრალებისა და ბელეროპონტის მიერ ურჩხული ცეცხლის მფრქვევწლი, ჰიბრიდული არსების ქიმერას განეიტრალების ლეგენდებს შორის. ისლამური ლეგენდები. გიორგი არაბულად ჯირჯისი ან გირგუსი ზოგიერთ მუსლიმურ ტექსტში წინასწარმეტყველურ ფიგურად არის მოხსენიებული. ისლამური წყაროები აცხადებენ, რომ ცხოვრობდა მორწმუნეთა ჯგუფში, რომელიც უშუალო კონტაქტში იყვნენ იესოს უკანასკნელ მოციქულებთან. იგი აღწერილია, როგორც მდიდარი ვაჭარო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა აპოლონის ქანდაკების აღმართვას მოსულის მეფის დადანის მიერ. მეფესთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი მრავალჯერ აწამეს უშედეგოდ დააპატიმრეს და ანგელოზები დაეხმარნენ. საბოლოოდ მან გამოავლინა, რომ კერპები სატანას ეკუთვნოდა, მაგრამ მოწამეობრივად აღესრულა, როდესაც ქალაქი ღმერთმა ცეცხლის წვიმაში გაანადგურა. მუსლიმი მეცნიერები ცდილობდნენ წმინდანთან ისტორიული კავშირის პოვნას მისი პოპულარობის გამო. მუსლიმური ლეგენდის თანახმად, იგი დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მოწამეობრივად აღესრულა და სამჯერ მოკლეს, მაგრამ ყოველჯერზე აღდგა. ლეგენდა უფრო განვითარებულია ალ-ტაბარის სპარსულ ვერსიაში, სადაც ის აღადგენს მკვდრებს, ხეებს აყვავებს და სვეტებს ყვავილებს აჩენს. მისი ერთ-ერთი სიკვდილის შემდეგ სამყარო სიბნელემ მოიცვა, რომელიც მხოლოდ მისი აღდგომის შემდეგ ქრება. მას შეუძლია დედოფლის მოქცევა, მაგრამ მას სიკვდილით სჯიან. შემდეგ ის ღმერთს ევედრება, რომ სიკვდილის უფლება მისცეს, რაც მასაც აძლევენ. ალ-თალაბი ამბობს, რომ გიორგი პალესტინიდან იყო და იესოს ზოგიერთი მოწაფის დროს ცხოვრობდა. ის მრავალჯერ მოკლა მოსულის მეფემ და ყოველჯერზე აღდგა. როდესაც მეფემ მისი შიმშილით მოკლას სცადა, მან შეეხო ქალის მიერ მოტანილ გამხმარ ხის ნაჭერს და მწვანე ფერი მისცა, საიდანაც სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული იზრდებოდა. მისი მეოთხე სიკვდილის შემდეგ ქალაქი მასთან ერთად დაიცვა. იბნ ალ-ათირის ერთ-ერთი სიკვდილის შესახებ ცნობა იესოს ჯვარცმის პარალელურია და ამბობს, როდესაც ის მოკვდა, ღმერთმა ქარიშხლიანი ქარი, ჯექა ქუხილი, ელვა და ბნელი ღრუბლები გაგზავნა, ისე რომ სიბნელე ჩამოწვა ცასა და დედამიწას შორის და ხალხი დიდად გაოცებული იყო. ცნობაში დასცენს, რომ სიბნელე მისი აღდგომის შემდეგ გაიფანტა. მადლობა ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო ასეთი ყურადღებიანი მოსმენისათვის. ეს არის პირველი ნაწილი. გისურვებთ გამარჯვებულებმა იაროთ და სიმშვიდე და ჯანმრთელობა იყოს თქვენი მეგზური.